ავტომატურად ახალებ ხო? თურმე ერთ დროს თბილისი ყოფილა არა ისეთი როგორიც ეხლა და ამაში დაგულისხმობ. ლექსი რომელიც ეხლა მე უნდა წაგიკითხოთ არის მურმან ლევანიძის და დაწერილია 1980 წელს. ეს სიგარეტი შემთხვევითი არ არის მერწმუნეთ. რისთვისაც ბოდის გიხდით წინასწარ. ეს ლექსი არის ურთიერთობებზე. როდესაც თბილისში ცხოვრები უბრალოდ გამვლელი რომელიც ერთმანეთს შეხვდებოდა იმ ორი წუთით როდესაც ერთმანეთთან საუბრობდნენ ერთმანეთის მეგობრები იყვნენ. რაც ჩემი აზრით დღეს თბილისში მართლა ნაკლებია. მაგაზე მურმან ლევანიძე. თბილისის ბინჩი ვერის ხიდზე მოვხდით. თოვდა რა კარგია თო. გადამიდგა და ბოდიშის მოხდით გამაჩერა სიგარეტი ხო. მივაწოდე გაიხარა კაცო. მოუკიდეთ მთვრალი ვარ მითხრა გავაბოლეთ გულის ფსკერზე დათბა. სთქვა მადლობა რა დროაო კითხა. მე უთხარი 5 იყო დილის ხიდზე დავრჩი ის გავიდა გაღმა შეუძახა თბილისს დაღიღინით ვერის შეღმარცა ახვა. თოვდა სიგარეტი გქონდა. თოვდა რა კარგია თო. რა კარგია რა ბევრი რა ცოტა თოვში რაც მართ სიგარეტი ხო. Qetqem midis indi ped shindi ingers lexta sabarauta midis qetqem midis indi ped shindi chkneba turpa sabagana tsqdeba zetsa sametეული მოშეერი არა ქვია თუსადე მეთქვა სერეთიორი დაიცულება საუკუნით მაინც მღერის მაინც სტირით ვისტირო და გული ტყეტყე მიდის ინდი ფერადში იმღერს ლექსთა საბრალთა მიდის ღმერთო ერთო თრთის წეული თრთის ბაგენი რუსნის სპარსნი მოფრანგენი ისმენდიან გაკვირდიან რა ატირდის ატირდიან რა პატარა ქვეყნიდან რა დიტია ტყეტყე მიდის ინდი ფერად შინდი მიდის წბაპინდი ვარსკვლავები კვლავ ავთანდილი რუსთველია რამ გაავთანდილა ტყეტყე მიდის ინდი ფერადში მეოცე საუკუნე